შეერთებულმა შტატებმა სპეცოპერაცია დიდ ბრიტანეთთან ერთად დღეს დილით გამთენიისას ჩაატარა. დაკავებულია რუსული დროშის ქვეშ მცურავი ვენესუელური ტანკერი, რომელსაც სანქცირებული ნავთობი რუსეთის სასარგებლოდ გადაქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ ჩრდილო ატლანტიკის ზღვაში და კარიბის ზღვის მახლობლად საერთაშორისო წყლებში ორ ტანკერზე გაანახორციელა სპეცოპერაცია. ორივე გემი ბოლოს ან ვენესუელაში იყო გაჩერებული, ან მისკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს. ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას შტატების ევროპული სარდლობა ავრცელებს. აქ ნათქვამია, რომ ხორციელდებოდა ტანკერზე დევნის ოპერაცია. ეს დაკავება კი მხარს უჭერს შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს სანქცირებული გემების წინააღმდეგ ბრძოლას. სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც შტატების საზღვაო ბლოკადა რუსულმა სანქცირებულმა ტანკერმა გადალახა. ვრცელდება სპეცოპერაციის კადრებით, სადაც ჩანს, რომ ამ ტანკერზე იერიში ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ვერტმფრენებით მიიტანეს და რამდენიმე ათეულმა ამერიკულმა სამხედრომ ცეცხლის გახსნის გარეშე დააკავა ტანკერი და მთელი მისი ეკიპაჟი პრაქტიკულად. ოფიციალურმა მოსკოვმა დაადასტურა, რომ ტანკერი რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს დაკავებული რუსეთის მოქალაქეების მშვიდობიანად გადაცემაც მოსთხოვა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია ამას არ აპირებს. თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებული პირები ამერიკული სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. დილით ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთში დაკვირვების შემდეგ გემი იქნა დაკავებული ორდერით, რომელიც შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ გასცა. გემი ვენესუელის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი იყო, რომელსაც სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა და შეერთებული შტატები ამ პრეზიდენტის პირობებში ამას არ შეეგუება. სასამართლო ორდერი გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავებისთვის გაიცა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკიპაჟი ახლა სუბიექტია ფედერალური კანონის ნებისმიერი დარღვევის გამო გასამართლებისთვის და საჭირო თუ იქნება მათ შეერთებულ შტატებში ჩამოვიყვანთ ამ გასამართლებისთვის. ტანკერის დაკავების ოპერაციაში შეერთებული შტატების სამხედროები და სანაპირო დაცვა მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ აღნიშნული ტანკერის დაკავება წინა თვეშიც სცადა, როდესაც ის ვენესუელას მახლობლად იყო, თუმცა ვერ შეძლო. რის შემდეგაც გემის ეკიპაჟმა მასზე რუსული დროშა აღმართა, რათა ეჩვენებინა თითქოს ის რუსეთის დაცვის ქვეშ ოპერირებს. მალევე აღნიშნული ნავთობტანკერი რუსეთის გემების ოფიციალურ რეესტრში გაჩნდა ახალი სახელწოდებით მარინერა. ტანკერს თავდაპირველად ბელა 1 ერქვა. შეერთებულმა შტატებმა 2024 წელს დაასანქცირა, ვინაიდან ის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი იყო და უკანონო ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. შენ შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები. ამ სათაურით აქვეყნებს თეთრი სახლი დაკავებული რუსული ტანკერის შესახებ ინფორმაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებაში დიდი ბრიტანეთიც დაეხმარა, როგორც უკვე გითხარით, რაც ჩრდილოვანი საზღვაო აქტივების წინააღმდეგ ბრძოლასა და სანქცირებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიმდინარეობდა, რადგან რუსეთი უკრაინის ომის დასაფინანსებლად სწორედ ჩრდილოვან ფლოტს მართავს.